მოგესალმებით ყველას. თქვენი მყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად სულ რაღაც რამოდენიმე წამში სრულიად უფასო ღია კოდის მქონე ეგრეთ წოდებული open source პროგრამის გადმოწერა. ეს პროგრამა არის ვიდეო ასე ვთქვათ რეკორდერი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შეუზღუდავი დროით, შეუზღუდავი ლიცენზიით და აკეთოთ როგორც ვიდეო გაკვეთილები, ასევე ლექციები და მსგავსი ასე ვთქვათ ვიდეოები. პირველ რიგში იმისათვის რომ ეს შესანიშნავი პროგრამა გადმოვწეროთ, უნდა გავხსნათ Google და შემდგომ საძიებო სისტემაში ჩავწეროთ რეკორდი. ამის შემდგომ შეგვიძლია გადავიდეთ GitHub გვერდზე ან ოფიციალურ ვებ გვერდზე. მე გადავალ ოფიციალურ ვებ გვერდზე, სადაც ასევე მითითებულია იგივე GitHub-ის ლინკი და ხედავ გადმოწერის ღილაკს. გადმოწერის ღილაკში თქვენ ხედავთ Windows-ის, macOS-ის და Linux-ის მხარდაჭერას. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მხოლოდ Windows-ი, ვინაიდან რადგანაც Windows-ის სისტემას ვიყენებ და ერთადერთი გაფრთხილება არის ის, რომ გვჭირდება 64 ბიტიანი სისტემა. პროგრამის ფიუს თქვენ თვითონ ხედავთ ახლა ეკრანზე ავტომატურად აახლოვებს კადრებს როგორც ხედავთ ვიდეოების გადაღების მომენტის დროს ავტომატურად აახლოვებს კადრებს და უკეთებს ეგრეთ წოდებულ ზუმს მეგობრებო ვიდეოში პირდაპირ ედიტინგის გარეშე. აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან კარგი ფუნქციონალის მქონე პროგრამა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ რაც თავარია სრულიად უფასოდ, როგორც უკვე ვთქვი. დაყენება ძალიან მარტივია, ავტომატურად ხენდება პროგრამა, როგორც ინსტალაციას ჩართავთ, პირდაპირ ხენდება ის C-დისკზე პროგრამ ფაილში. არ ჭირდება დამატებით არანაირი ფუნქციონალის, ასე ვთქვათ, გააქტიურება, გახიშვა ან მონიშნა პირიქით. ჩავთოთ საინსტალაციო პროცესი და დაველოდოთ, როდის დაიწყება ინსტალაცია. ესეც ასე დაყენების პროცესი ეგრეთ წოდებული ინსტალაცია მიმდინარეობს. დაყენების პროცესის სისწრაფე თავიდან ბოლომდე კომპიუტერის სიძლიერეს და მის მხარდისკზეა დამოკიდებული, როგორი სახის მყარი დისკი გაქვთ, იქნება ეს SSD თუ HDD. როგორც ხედავთ, პროგრამა დაყენდა და დაყენების შემდგომ იქნება ესეთი პანელი, სადაც ვხედავთ ძალიან მარტივ და იოლად აღსაქმელ ინტერფეის, ანუ მენიუს, სადაც არის ძირითადი ფუნქციონალებიდან ეკრანის არჩევა, მიკროფონის ჩართვა გამორთვა, ვიდეოს ჩართვა გამორთვა, კონკრეტული countdown timer-ის დანიშნა, ვიდეოს ჩაწერა და გათიშვის ღილაკი და მენიუ. სადაც ხედავთ აბსოლუტურად ყველაფერს, როგორც ხედავთ, ღია და შავი ფონის მხარდაჭერა აქვს. ენებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ეს ენები არის მხარდაჭერაში, მაგრამ ჩვენთვის სასწავლარი არის ინგლისური. აი ესე ძალიან მარტივად სულ რაღაც რამოდენიმე წამში თქვენ შეძლებთ სრულიად უფასო თავისუფალი ლიცენზიის მქონე, ანუ უფასო პროგრამას, რომელსაც არ ჭირდება ცალკე ლიცენზიის შეძენა, არ ჭირდება ტრეილ ვერსიის შემდგომ რაიმე სახის გასაღების შეძენა და ასე შემდგომ, უფასო პროგრამის გადმოწერა და დაყენება. ეს პროგრამა არის სამუდამო ამ მხრივ და შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ნებისმიერი თქვენთვის სასურველი, ასე ვთქვათ, მიზნისთვის. იქნება ეს ვიდეო გაკვეთილები, პოდკასტების ჩაწერა, ლექციების ჩაწერა თუ ასე შემდგომ. დღეისათვის სულ ეს იყო. ყველას ვიხდი ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის. თუ რომელიმე თქვენთაგან გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ ეს შეკითხვები დაწეროთ კომენტარებში ან დამიკავშირდეთ ჩემი იმეილის მეშვეობით, რომელიც მითითებულია აბსოლუტურად ყველა ვიდეოს აღწერაში. მე კი შევეცდები, რომ თითოეულ თქვენთაგან შეძლებს დაგვარად დაგეხმაროთ ან დაგიწიოთ რეკომენდაციები ამ თემის საკითხთან დაკავშირებით. ყველას კიდევ ერთხელ ვიხდი ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.